მოგესალმებით. დიდი მადლობა იმისათვის რომ ხართ აქ, დიდი მადლობა იმისათვის რომ ხართ ბრძოლაში. აქ ყოფნა ნიშნავს ბრძოლაში ყოფნას. ბრძოლაში, რომელმაც თავისი შედეგი უნდა მოიტანოს ამ ქვეყნის მომავლისთვის, მომდევნო ძალიან ბევრი თაობისთვის. და დღეს განსაკუთრებული დღე არის. ნამდვილად გადაჭარბების გარეშე განსაკუთრებული დღეა ერთდროულად სევდიანიც და იმედის მომცემიც. სევდიანიც იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს, აი ახლა ვინც აქ თქვენ ხართ წარმოდგენილი ჩვენი მეგობრები და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, თითოეულ ჩვენგანს კვლავ თვალწინ გვიდგას ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი ნუგზარ ფუტკარაძე, კაცი, რომელმაც თავისი სახელი უკვე სამარადჯამოდ დაიმკვიდრა და იგი არის მაგალითი გაუტეხლობის, შეუპოვრობის, მოუსყიდავობის, პრინციპულობის, მორალურობის მაგალითი არის ნუგზარ ფუტკარაძე, კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ არსებობს ღირებულებები ბევრად უფრო მდგრადი და მყარი და მუდმივი, ვიდრე ნებისმიერი შეთავაზებული კომფორტი ან მატერიალური სარგებელი. კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჩვენს დროშიც არსებობენ უღალატო ვაჟკაცები. ამავე დროს დღევანდელი დღე არის იმედის მომცემიც. და რატომ? იმიტომ რომ ახალი თაობა, ახალი ძალა, ახალი ენერგია იკავებს ნუგზარ ფუტკარაძის ადგილს და მე მინდა ახლა ქართულ საზოგადოებას წარმოვდგინო ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელიც შედის ბრძოლაში, იქ სადაც მამამ გაიმარჯვა, იქ სადაც მამამ თვეების განმავლობაში კარდაკარიერა და პირველ ტურშივე მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. და ჩვენ ყველანი ნუგზარ ფუტკარაძის მეგობრები მივყვებით ამ ბრძოლაში მათე ფუტკარაძეს და ამით გვინდა დავამტკიცოთ, დაუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ვერც შანტაჟი, ვერც მოსყიდვა, ვერც ძალადობა და ვერც სიკვდილიც კი ვერ გაიმარჯვებს სამართლიანობაზე. როგორც არასოდეს ვარ დაწუნებული, რომ 2 აპრილს ღირსება გაიმარჯვებს. როგორც არასოდეს დაწუნებული ვარ, რომ მათე ფუტკარაძე გაიმარჯვებს და მათე ფუტკარაძეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, ვიდრე ცხონებულ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები დღეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ არის ჩვენთან, რომ ქართულმა ოცნებამ წააგო არჩევნები ბათუმში და გაყალბებული და ძალადობრივი არჩევნების შედეგადაც კი 19 მანდატი მოიპოვა ოპოზიციამ და 16 ქართულმა ოცნებამ ძალადობრივ არჩევნებში და რა გააკეთეს ამის შემდეგ? ერთი ადამიანი გადაიბირეს და ერთი ადამიანი ზეციურ საქართველოში გაისტუმრეს. მაგრამ მომავალი ამ ოჯახისაც, ღირსება ამ ოჯახისაც, რეპუტაცია ამ ოჯახისაც იქნება დაცული ნუგზარ ფუტკარაძის მეგობრების და ათასობით ამორჩევლის მიერ 2 აპრილს. წარმატებები არასოდეს არ ყოფილა ჩვენთვის ასეთი ამაღელვებელი წარდგენა კანდიდატისა. მე პირადად ყველა ჩვენ ვინც აქ ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლიანობისადმი არ დაეკარგოს ამ ქვეყანაში წარმოდგენა ახალგაზრდა ბავშვებს და ახალგაზრდა თაობებს. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ 2 აპრილს გადასტურდება იმარჯვებს კეთილი ბოროტზე, იმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე თუ არა. აი ეს არჩევნებია, გაცილებით უფრო დიდი არჩევნები, ვიდრე მაჟორიტარული
რიგითი არჩევნები. დიდი მადლობა და წარმატებები მათთვის.